რელიზი მომზადებულია სრულად კომის მიერ. ეს ყველაფერი ჩემი მარტოობის 32 წელს დაიწყო. დედაჩემმა კიდევ ერთხელ მიმიპატიჟა ტრადიციულ ვახშამზე ინდაურის საჭმელად. ყოველ წელს ცდილობს გამაცნოს ვინმე გაბურძნული შუახნის მამაკაცი და ვფიქრობ, ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი. აი შენც მოხვედი, ცომის გუნდა. ეს დედაჩემია იმ ეპოქის უცნაური არსება, როცა ადამიანები მწნილს ჯერ კიდევ კბილის საჩიშკნით ხირებით მიირთმევდნენ. ხელსახუცების ვიპოვო, ბემ. გამარჯობა, ბრიჯიტ. ზემოდან მესამე უჯრაში უნა მჟავე კიტრის ქვემოთ. უმართლა, დარსებიც აქ არიან. მარკიც მათთან ერთადაა. გონი? მარკი ხომ გახსოვს? გასაბერაუში ერთად ჭუმპალა უდით ხოლმე. ახლა საკმაოდ წარმატებული ადამიანის უფლებათა დამცველია. არ მახსოვს. მარკი განქორწინებულია. იაპონელი ცოლი ჰყავდა, მგონი საკმაოდ ავირასაა. დასაცმლის გამოთვლას არ აპირებ? რა ვიცი, ნუ სულელო ბრიჯიტ. აუშვიცის ბანაკიდან გამოგცეულს გავხარ. ასეთი არავის მოეწონები. ოთახში ადი, უკვე ყველაფერი მოგიმზადე. შენ საწოლზე დევს. შესანიშნავია. კაბაკი არა ნამდვილი ხალი ჩამაცვია. აი ისიც ჩემი საყვარელი ბრიჯიტი. გამარჯობა ბიძია ჯეფრი. და ლევა უკვე მოასწარი? არა. მაშინ ახეთ წამოდი. სინამდვილეში სულაც არ არის ჩემი ვიზა. ეს მათ საყურადღებოდ, ვისაც უკვირს რატომ ვეძახი ვიზას ადამიანს, რომელიც უკანალზე ხელის დათუნით დასალევად მებადიჟება. სიყვარულში როგორ არის საქმე? არაჩვეულებრივად, გმადლობ ბიძია ჯეფრი. ანუ ისევ არავინ ჩანს? კარიერისტ გოგონებს როგორ გიყვართ ამ საქმის გადადება, დრო კი გარბის. გამარჯობა მამა. გამარჯობა ძვირფას. როგორ მიდის შენი საქმე? ნამდვილად წამებაა. დედა შენი ცდილობს ვიღაც ნაცოლართან შეგახვედროს. ადამიანის უფლებათა დამცველიაო. მე კი საშინელი მხეცი მგონია. ო, ერთი ამას შეხედეთ. იქნებ ამჯერად სულაც არ შემცდარ არჩევანში. წამოდი ვნახოთ რა აზრის არის მარკი მჟავე კედრზე. წარმატებას გისურვებ. მარკ? იქნებ მარკი სწორედ ისე დუმალებით მოცული მისტერ წესიერებაა, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი. ბრიჯიტი ხომ გახსოვს? ან იქნებ სულაც არა. ბავშვობაში შიშვლები დარბოდით შენი სახლის ეზოში, გახსოვს? რაღაც არ მახსოვს. ბემ, წამოდი საწებელი გასინჯე, მგონი თხელია. სულაც არა, უბრალოდ ცოტა მოურიე. რა თქმა უნდა, ახლავე მოვალ. უკაცრავად საქმე გამომიჩნდა. მოკლედ, ახალ წელს მშობლებთან აპირებთ დარჩენას? დიახ. თქვენ? არა. ზუხელ ლონდონში წვეულებაზე ვიყავი, ცოტა ნაბახუსები ვარ. ნედავ შემეძლოს, ცოტა ხნით უნიტაზში თავით გადაყუდება. მოკლედ, ახალი წლის დასკვნა ასეთია. დალია ნაკლები და დაანებე თავის სიგარეტს. ამ რეზოლუციას კი შესრულება უნდა და კიდევ შეეშვი უცხო ადამიანებთან სისულელეების ლაპარაკს. გასაგებია, მგონი ჭამის დროც მოვიდა. გონი ახლოს ცხოვრობს, არა? დედა, ნამდვილად არ მაქვს პაემნის თავი. მით უმეტეს სულელ შინაბერა ქალთან, რომელიც შავ გამონაბოლქს უშვებს პირიდან. დედამისივით უგემოვნო დაცვია და სასმელს ლოთივით ეტანება. გემრიელია. ჩემი საყვარელი ინდაურის საძებლით. და ის ზუსტად იმ ძამს, იმ მომენტში მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. სასწრაფოდ უნდა შემეცვალა რამე, თორემ ღვინის ბოთლთან ჩახუტებულს მარტოობაში ამომხდებოდა სული. 3 კვირის შემდეგ კი ჩემს უსულოს ხელს ქუჩის აღლებისგან დაგლეჯილს იპოვიდნენ. ან სულაც ენფოუზის გმირის ბედს გავიზიარებდი. მიდან საბედისწერო დოლვა. Universal სტუდიო კანალთან და Miramax ფილმთან ერთად წარმოგიდგენთ. რენე ზელვეგერი. კოლინ ფერტი. ჰიუ გრანტი. თქვენ არ გაქვთ ჩატყობინება.
ჯიმ ბროდბენდი, ჯემა ჯონსი. კომპოზიტორი პატრიკ დოილი. ოპერატორი სტიუარტ დრაიბერგი. ჰელენ ფილდინგის ნოველის მიხედვით. სცენარის ავტორები ჰელენ ფილდინგი, ენდრიუ დევისი და რიჩარდ კერტისი. პროდიუსერები ტიმ ბევანი, ერიკ ფელნერი, ჯონათან კავენდიში. რეჟისორი შერონ მაგვაერი. ბრიჯიტ ჯონსის დღიური. როგორც იქნა გადაწყვეტილება მივიღე. წლის ბოლოს შაშანდელი ვიცახიარეულმა კი აღარ უსმინო დეპრესიულ სიმღერებს. არამედ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი უნდა ამყარო. დღიურის წერა კი ბრიჯიტ ჯონსის შესახებ. სიმართლის მოსაყოლა დავიწყე. გადაწყვეტილება ნომერი 1. უნდა დავიკლო მინიმუმ 10 კილო. ნომერი 2. ყოველთვის უნდა გავრეცხო წინა დღის საცვლები და ვიპოვო ჭკვიანი მამაკაცი, რომელიც არ იქნება ლოთი. სამსახურზე მიჯაჭვული, ეჭვიანი, იდიოტი, ზედმეტაციური და მეგალომანიაკი. ამავდროულად, არც კი უნდა ვიოცნებო ისეთი ადამიანის პოვნაზე, რომელსაც ჩამონათვალთაგან ერთ-ერთი ნაკლი მაინც აქვს. სამწუხაროდ, ასეთი მხოლოდ ჩემი ბოსი, თავარი რედაქტორი დენიელ კლივერია. და არც თუ ისე უმიზეზოდ მიმაჩნია, რომ სრულიად არ ვაინტერესე. ან იქნებ ცდები. ახალ წელს გილოცავთ, მისტერ ფიცერბერტ. მეც გილოცავ და მისტერ ფიცერბერტი ქალის მკერდზე დახამებული იდიოტი, დენიელის უფროსი, რომელიც თუთუცურად მასშტარდება მკერდზე. თუმცა წარმოდგენაც არ აქვს, ვინ ვარ ან საერთოდ რას წარმოვადგენ. დილამ მშვიდობისად 11 საათამდე კაპკას მოტოციკლის ახალი გამოშვება მჭირდება. ფერფეტუა. ის ჩემზე ოდნავ უფროსია, ამიტომაც თვლის, რომ ყველაფრის დავალების უფლება აქვს. ამის გამო ხშირად სურვილი მიჩნდება თავში რამე ჩავარტყა. გამომცემლობა გისმენთ? მხოლოდ ვკითხე, ჩემთან ერთად პარიზში წასვლა ხომ არ სურდა. ჩვეული ზარი ჩემი საუკეთესო მეგობარ ჯუდისგან. ის ბრაიტლინგის ბანკის მთავარი მენეჯერია, თუმცა თავისი მეგობარი მამაკაცის გამო ცხოვრების უმეტეს ნაწილს ქალების ტუალეტში ტირილს უთმობს. ასეთი საშინელი ვარ? სულაც არა. შენ საყვარელი ხარ. ბაილ რიჩარდია. ოხ, ეგ გოგრის თავა უტვინო კაცი. ზოგი ასე მოიხსენიებს კაფკას. თუმცა ვფიქრობ, რომ ცდებიან. ეს წიგნი იმ ჭრილობათა უბადლო ანარეკლია, რომელიც ჩვენმა საუკუნემ ტრადიციებს მიაყენა. რაც თავისთავად პოზიტიური ფაქტორია. გმადლობ, რომ დარეკეთ პროფესორო ლევის. ეს ლანწვეულების სტუმართასია. ამ წუთას პროფესორ ლევი დაუბრებოდი? იმ პროფესორ ლევის, რომელმაც მასობრივი ცივილიზაცია და უმცირესობათა კულტურა დაწერა? მე კი მეგონა პროფესორი ლევისი 1978 წელს გარდაიცვალა. საოცარია. სასტრაფო შეხვედრა ჩემს მეგობრებთან, კარიერულ კრიზისთან დაკავშირებით თემებზე სასაუბროთ. მაგათი დედაც.
ყველას დედაც უთხარი თავიანთი პროფესორი ლევისი უკანალში გაიგეთო. მადლობ, ნამდვილად კარგი რჩევა იყო. შაზარი, მოსწონს როცა ხშირად იგინება. ჯუთ, რა ზიზამდი შენს რომელიმე ასისტენტს მსგავსი უმნიშვნელო შეცდომა რომ დაეშვა. სამსახურიდან გავაგდებდი ბრიჯ. შესანიშნავია. ისე ის შენი კლივერი ძველებურად სიმპათიურია? მოგმერთო. მაშინ ერთხელ თუ ასე ამოვნებ, პრობლემა თავისით მოგვარდება. შენის მომღერალი არა ხარ? დიახ, მე ვარ. ტომი, 80-იანების პოპ ვარსკვლავი, რომელმაც მხოლოდ ერთი ჰიტი ჩაწერა, შემდეგ კი მუსიკას თავი დაანება, რადგან აღმოაჩინა, რომ ერთი სიმღერაც საკმარისია ლოგინში ვინმე შესატყუებულს. შესანიშნავი სიმღერაა. დიდი მადლობა. ნამდვილად არ შეცდარა, არა კი მინდა. არა. რატომაც არა, ჭიქა შეუსეთ. 30 წელს გადავაბიჯე, მაგრამ დღემდე ვერ ვისწავლე თავის შეკავება. ხივადი ყავი. არაფერი უჭირს, წავედით. საღამო მშვიდობისა ბრიჯით. რას ნიშნავს დასასვენებლად მიდიხარ? ჯულიამ რა უნდა ქნას? დასაფლავებაზე არაპირებს ასვლას? ახალი შეტყობინება. დენიელ კლივერისგან, თემა, სერიოზული პრობლემა. გონი კაფის ჩაცმა დაგავიწყდა. ალბათ ავად გახდა და სახლში დარჩა, რა? მისმინე, მგონი პატარა პრობლემა გვაქვს. ერთადერთი პრობლემა სამზარეულოა. სიმართლეს გეუბნები. საკმარისი ადგილი არ. მისტერ კლივერს. აღფრთოვანებული ვარ. ჩემი კაბა არც ავად არის და არც სამსახურს აცდენს. მენეჯმენტის ნერვიულობა კაბის ზომასთან დაკავშირებით. ფიქრობ მენეჯმენტია ავად და არა კაბა. ერთი წუთით დამელოდეთ. მართალია, მესმის, გასაგებია. კარგი. რა პრობლემაა? ახალი წლის საშინელი დასაწყისია. ამ მიმოწერის წყალობით საქმიან ურთიერთობასა და ფლირტს შორის აღმოვჩნდი. მე კი შესაფერისი მამაკაცის პოვნა მქონდა გადაწყვეტილი. ამიტომაც ხვალიდანვე დაჟინებულად ვეცდები ამ გაუგებრობის აღმოფხვრას. კარგი გეგმა. თუ ოფისში წრეზე სიარულით მოკლე ქვედაბოლოს დემონსტრირებას ახდენ, მინდა გითხრა, ეს კარგად გამოგდის კლივერი. მოგედა გთხოვ. ახლა ძალიან დაგავებული ვარ, PS. როგორ ბედა თემებზე საუბრით ჩემს შეწუხებას. ჯონს, წუხვა რომ შეგაწუხეთ. ვეცდები თავიდან ავიცილო მსგავსი თემებით თქვენი გაღიზიანება. მაპატიეთ გთხოვთ. პოსტსკრიპტუმ, თქვენი მკერდი ახალ ტანსაცმელში ძალიან მომწონს. ზედმეტად არ უნდა ვიოცნებო. ეს ყველაფერი კი ბრიჯიტის ქვედაბოლოს გამო საკმაოდ უპასუხისმგებლო მიმოწერით დაიწყო. დენიელ, ნიუ-იორკის ოფისიდან გირეკავენ. გადაეცი მოგვიანებით დაუკავშირდები. Neil Jones. საღამო მშვიდობისა კენის. საღამო მშვიდობისა დენიელ. წასვლამდე რაღაცის თქმა მინდა. რა თქმა უნდა. ახლავე მოვალ. კარგი. ბრენდა. გისმენთ? ვიდრე წავიკითხავ. კაპკას მოტოციკლთან დაკავშირებით შენი მცირე წინასიტყვაობა მჭირდება. აუცილებლად, სერ. ბრენდა. საღამოს რას აკეთებ? სიმართლე გითხრა, დაკავებული ვარ. კარგი. სამწუხაროა. უბრალოდ მინდოდა ერთად გვივახშმა. მერე კი შენი ქვედაბოლოს დაგრძელებაში დაგეხმარებოდი. იქნებ მოახერხო წამოსვლა.
ხვალინდელ დღეზე რა აზრის ხარ? არა, ხვალხუმწვეულებაა. ო, რა თქმა უნდა. სავარაუდოდ სოფლიოში ყველაზე უფრო საშინელი წიგნია. მიუხედავად ამისა, რეკლამაში სხვა რამის თქმა გვიწევს. იქნებ ზეგმაინც მოვახერხოთ. ნახოთ, კარგი? გამშვიდობისა, დენიელ. მოკლედ, ეცადე თავი შეიკავო. შენი მომავალი ბედნიერება ახლოს შენს ქცევაზეა დამოკიდებული. მართალი ხარ, რა უნდა ვქნა? პირველი. ლამაზად გამოეწყე. მეორე. არ მიაქციო დენიელს. თანაც ხშირად ახსენეთ ცნობილი მწერლები. სალმანი. ეცა საინტერესოდ ისაუბრო. საშინელებაა, რაც ჩეჩნეთში ხდება. საშინელებაა რა, რაც ჩეჩნეთში ხდება. საშინელება ჩეჩნეთი. ეცადე ადამიანები ერთმანეთს საინტერესოდ გააცნო. მაგალითად ასე, შეილა, გაიცანი, ეს დენიელია. დენიელ, ეს შეილა. შეილა ახალი ზელანდიიდანაა და ცხენზე ჯირითი უყვარს. დენიელი კი გიждდება საკუთარ საქმეზე და ქალების გახედვნაზე. ზუსტადაც. უკაცრავად. ვწუხარ რომ საუბარი გაგაწყვეტინეთ, მაგრამ დიახ, მე ვიყავი. დიახ. 9 წლის წინ ჯერჯერობით არაფრის ჩაწერას არ ვაპირებ, გმადლობ. არა, ვერ გამიგეთ. უბრალოდ თქვენი სკამი ჩემი მეუღლის ქურთუგზე დგას და აი ნახეთ, მომიტევეთ, ვერ შემომჩნიე. გმადლობთ. თავარი დილემა. რა თქმა უნდა, თუ კი ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა და საქმე კულმინაციურ მომენტამდე მივიდა, ამის ჩაცმას ჯობს. მიუხედავად ამისა, გზა, რომელიც საცვლებით თავის მოწონებაზე მიგვიყვანს, ამ საშინელ, თუმცა ამავდროულად ზედმეტი წონის დაფარვისთვის შექმნილ ტრუსებზე გადის. იშმაკური არა? ძალიან იშმაკური. ქალბატონობა და ბატონება, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი დროის საუკეთესო წიგნის, კაფკას მოტოციკლის საღამოზე, რომელსაც მისტერ მკერდზე დახამებული გაუძღვება. ო, ფიცერბერტ. კარგი. საინტერესო საუბარი ვცადოთ და უგულვებელყოთ დენიელი. მე ისეთივე ინტელექტუალი ვარ, როგორც ნებისმიერი აქ მყოფი. ეს მთელი თეორია ამ მოთხრობისა და მთლიანი ნოველის შესახებ, რაც შეეხება მარტინს, მისი აზრი ზედმეტად სუბიექტურია. ეს აქციელი კი ნამდვილად არ გავს მარტინს. იქნებ ვწდები, თქვენ რა სიტყვით? ვერ მეტყვით. საით არის საპირფარეშო? დამშვიდდი. უარესით შეიძლებოდა. აქ რა საკეთებ? საკუთარ თავსაც ამას ვეკითხე. აქ კოლეგას გამოვყევი. აბა, როგორ ხარ? ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვარ, ჩემი საყვარელი ირმის სვიტერი რომ არ გაცვია. სხვა მხრივ, შვენივრად. ამ მაწვილს არ გამაცნო? ეცადე ადამიანები ერთმანეთს საინტერესოდ გააცნო. პერპეტუა, ეს დარსია. ერთი შუახნის სულელი მამაკაცი, რომელიც სულ ახლახან გაშორდა მკაცრ აზრთოლს. პერპეტუა კი უკანალგასიებული და ძველმოდური ქალია, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს ჩემს უფროსობას უთმობს. თუ არ ღირს. ამ მაწვილს არ გამაცნო? პერპეტუა. ეს მარკ დარსია. ჩინებული უფლებათა დამცველი. წარმოშობით ანდერვუდიდანაა. პერპეტუა კი ჩემი კოლეგა. სალამი მარკ. მსმენია თქვენი რეპუტაციის შესახებ. ნატაშა, გაიცანიეს ბრიჯიტ ჯონსია. ბრიჯიტეს ნატაშა. ნატაშა საოჯახო სამართლის წარჩინებული იურისტია. ბრიჯიტი გამომცემლობაში მუშაობდა, ერთ დროს კი შიშველი ბანაობდა ჩემს გასაბერაუსში. საინტერესოა. პერპეტუა სასურველი სახლი იშოვე? არ გამახსენო. ეს იქით იყოს და რა მომხიბვლელი მამაკაცია. მარკი? ცოტა დრო მომეცი. სულ ცოტა. მაშინ საკმაოდ სახასიათო ვერსია შემოგთავაზე. ალბათ გახსოვს იმ ჭრილობათა უბადლო ანარეკლი, რომელიც ჩვენმა საუკუნემ ტრადიციებს მიაყენა, რაც თავისთავად პოზიტიური ფაქტორია, არა? ხომ არ იცი ტუალეტი საით არის?
დიახ, იქით, შემოსასვლელთან. გმადლობ. 1 2 ქალბატონებო და ბატონებო. ქალბატონებო. მაპატიეთ. მიკროფონი არ მუშაობს. ქალბატონებო და ბატონებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კაფკას მოტოციკლის ჩვენი დროის საუკეთესო წიგნის პრეზენტაციაზე. თუმცა თქვენი წიგნებიც არანაკლებია, მისტერ რაშდი. ალბათ დამეთანხმებით. და ლორდ არჩერ, თქვენს წიგნებსაც არაუშავს. მოკლედ, იმის თქმას ვცდილობ, რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მადლობას მოგახსენებთ, რომ პატივი დაგვდეთ და ჩვენი დროის 30 საუკეთესო წიგნიდან ერთ-ერთის პრეზენტაციაზე მობრძანდით. წიგნის შესახებ კი დაწვრილებით გაგეუბრებათ მისტერ კერძე დახამებული. მისტერ პიცერბერდი. დიახ, სწორედ ასე ქვია. მისტერ პიცერბერდ, გმადლობ. გმადლობ, ბრენდა. ის ჯობს მიკროფონი ჩავრთოთ. ავტობიოგრაფიის საქმე როგორ მიდის, მისტერ სალმან? შესანიშნავი კითხვა, ეს ჯერ არავის უკითხავს. უკაცრავად? ჯონს, ყველა გაიყიდა. შესანიშნავი გამოსვლა იყო. პოსტმოდერნისტული ხელოვნება და ფეიერვერკის ნაზავი. სექსუალურად გამოიყურები, ჯონს? მგონი სჯობს ყველაფერი გადავდოთ და ახლავე საავახშმოდ წავიდეთ. წამოდი, აიღე შენი ნივთი. რას ფიქრობ ჩეჩნეთთან დაკავშირებით? საშინელება არა? ფეხებზე მკიდეა, ჯონს. ერთი ის მითხარი. დარსის საიდან იცნობ? აღმოჩნდა, რომ ერთ დროს მისი გასაბერი აუზის გარშემო შიშველი დავრბოდი. ეჭვიც არ მეპარება შებინძურო გოგონავ. შენ საიდან იცნობ? მე ჩენსავით გავიცანი. სინამდვილეში კი მისი მეჯვარე ვიყავი. კემბრიჯიდან ვიცნობ თერმეც. მეგობრობდით. მერე? მერე არაფერი. ნუ გწყვენია. მითხარი, ჩემი მეგობარი კი არ არის. მერე რამდენიმე წლის შემდეგ უპატიებელი შეცდომა დაუშვი. როცა ჩემი საცოლე გავაცანი. და სიმართლე გითხრა, ამდენი წლის შემდეგაც მიჭირს მისთვის პატიება. ღმერთო ჩემო. ეგ ბინძური ნაძირალა. ნამდვილი ნაძირალაა. მოკლედ ასე იყო. ერთი მაგის დედაც მის მინენება არ მისცე ჩვენს ურთიერთობაში ჩაერთოს. ახლა კი ცოტა ღვინოდალია და მომიყევი, როგორ ვარჯიშობდით კოცნეში შენ და შენი კლასელი გოგოები. ასეთი რამ არ მახსენდა. არ მაინტერესებს, გამოიგონე. ეს ბრძანებაა, ჯონს. მოკლედ, ჩემთან ხო არ გავაგრძელოთ ძმა. სრულიად უცოდველად და ზედმეტი ტრიუკების გარეშე, უბრალოდ სექსი. არა. ტაქსის გავყვები. გმადლობ. შესანიშნავი ვახშმისთვის. მადლობა შენ, ჯონს.
ეს ფეხსაცმელი არაფერში გჭირდება. არც ეს სულელური კაბა. ეს კი ღმერთო, უზარმაზარი საცვლები. ფუშენი. არა, უხსენია. მომწონს. გამარჯობა, დედიკო. მაპატია, მაგრამ კიდე უნდა ვნახო. არა. ნუ გწვენია, მეც რაღაც მსგავსი მაცვია. აი, გაჩვენი. არა. ზონა 60 კილო, საკვების სექსით ჩანაცვლება. სიგარეტი 22 ღერი და ყველა მხოლოდ სექსის შემდეგ. შესანიშნავი იყო. ვენი. ოფისში რა ხდება? მეხარია რომ მკითხე, როგორც იცი, გამომლობა გვაქვს, ადამიანები ჩვენთვის წერენ. შემდეგ მათ ერთად ვკრებ, ვბეჭდავ და წიგნად ვაქცევთ. როგორ გქონია, ხალხი შეამჩნევს? რა შეამჩნევს? ჩვენს ურთიერთობას, იმას რომ ერთად გვძინავს. ერთი წუთით მოიცადე. ეს ყველაფერი სამშაბათს დაიწყო. დღეს კი ხუთშაბათია. ასე რომ არ მგონია ეს ურთიერთობა დიდხნიანი იყოს. რა საშინელი ხარ. სექსის ქალღმერთი ბრიჯიტ ჯონსი ყოფ საშინელ მამაკაცთან ერთად გისმენთ. დედა, გამარჯობა. სახალხო ცნობილია, რომ როცა ცხოვრების ერთ ნაწილში გიმართლებს, მეორე ნაწილი ნამსხვრევებად იქცევა. ვინმეს თუ გიცდიათ ამის გამოყენება? ნუ მორცხობთ, მადამ. ფრანგული ნაწარმია, კვერცხის საფრთხნელი. შეხედეთ, საოცარი რამ არის. ეცადეთ, ხვრელში მოათავსოთ. ზევით, ქვევით. ზევით, ქვევით. ზევით, ქვევით და ისიც. თქვენს ხელთაა. უკაცრავად, შემთხვევით მოხდა. საყვარელო თავზე საცალ ჩამოцმულსაც რომ მელო იმასაც კი ვერ შეამჩნევდა. მასთან 35 წელი გავატარე და ეზრო თითქოს მხოლოდ დამბაგებელი მოსამსახურე ან მისი შვილების აღმზრდელი ვიყავი. მე შენი შვილიც ვარ. გულწრფელად რომ გითხრა შვილების აღზრდა არასდროს ყოფილა ჩემი ოცნება. არ შევანისუფლებაც კი არ მქონია. ახლა კი ჩემი ცხოვრების ბოლო ეტაპზე ვარ და საკუთარი არაფერი ჩნია. არც ძალაუფლება, არც კარიერა და არც ინტიმური ცხოვრება. უაზროდ ვიცხოვრე. იმ ჯრიჯინას ვგავა, რომელმაც მთელი ზაფხული თამაში გაატარა. სტულელ ჯერმანგიარს დავემსგავსე. გრეარს. რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ არაფერი მაქვს, მიუხედავად ამისა, ჩემში ნიჭი აღმოაჩინეს. ჯულიანი ფიქრობს, რომ დიდი პოტენციალი მაქვს. ჯულია ვინღა? ჰოუმ შოპინგ ცენტრალიდან. ახშირად მოდის ნივთების შესაძენად. და რისი ნიჭი გაქვს დედა? ჯულიანი სატელევიზიო შოუს სამყარობის. იქ ასისტენტად მუშაობს. ეს ყველაზე ცნობილი შოუა მთელ არხზე. იმ შოუს შემდეგ მსუქანი ადამიანები რომ საკუთარ ნათესავებს სცემენ. უყვედროა. მარკ დარსის ხომ არ შეხვედრი ხარ? ნახვამდის დედა. რელიზი მომზადებულია სრულად კომის მიერ. ჯულია, მაპატია. მაპატია რომ გავუდინე. რამდენიმე კვირაში კი ყველაფერი გაუარესდა. გამარჯობა. ამათ შეხედე. გულის ფორმის ამ სამკაულის გარდა გირჩევთ შეიძინოთ ეს ულამაზესი ყელსაბამი და საყურეები. ამ ბრილიანტის საყურეების სიგრძე 1 სანტიმეტრი გახლავთ. ოქროში ამოვლებული. თავარი ხიბლი კი ის გახლავთ, რომ ეს სამკაულები მის დებულესობას კენტის ჰერცოგინიას ეგეთა უიმბლდონზე 1993 წელს. რა გითხრა? უკვე ოფიციალურად გადავიდა საცხოვრებლად.
თავარი ისაა, რომ პემი და ეს ვიღაც თავმომწონეო ხუნჯი უკვე ყველას წვილი ჰქონია. ჩვენი მეგობრებიც კი ორივეს ერთად ეპატიჟებიან. მის წამოყვანას ალკონ ბურის ეგრეთ წოდებული მეძავისა და მღვდლების წვეულებაზეც კი აპირებს. ის პემელა აღარ არის, ვისაც ვიცნობდი. შეიძლება კარგიც იყოს. შანსი მოგეცემა სხვა ქალებს ეფლირტავო. და ამით დედა აეჯვიანო. ვლად გაცოგდება. ასე გგონია? მე სწორედ ასე მივახციე წარმატებას. მეგობარი მამაკაცი გყავს? ვინმესთან ერთად ხარ? ყავს მამა. ყავს. და ის სრულყოფილია. უკვე ტრაგიკული შინაბერაკი არა, სრულყოფილი ქალბატონი და სექსის ქალღმერთი ვარ. ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ მასთან ერთად ვაპირებ მთელი შაბათ-კვირის გადარებას. დამპირდი რომ ტბაზე პატარა ნავებში ჩასხდომა და სულელური ლექსების კითხვა არ მოგვიწევს. კარგია, რომ მეძავთა და მღვდელთა კოსტიუმირებულ წვეულებაზე ვინმე შეძლებს ბიძია ჯეფრისგან ჩემს დაცვას. შეუძლებელია გატაცება იყოს, რადგან უკვე ნამდვილ სიყვარულს გავს. ტელეეკრანის ქალღმერთი გრეის კელი მგონი. თუმცა ალბათ მასზე ცოტა ნაკლებად ელეგანტური ვარ. რა სიწყნარია რა? ალბათ ცოტა სტუმარია. ამ შაბათ-კვირას ქორწილია დაგეგმილი. თუმცა როგორც მივხვდი, ჯერ არ გსმენიათ. შენ ნავებს მიხედე, მე კი ჩაის მოვამზადებ. ღმერთო, მოგესალმებით. გამარჯობა. ამათ ვის ვხედავ? ალბათ თქვენს ალკონ ბურის წვეულებაზე აპირებთ წამოსვლას. დიახ, მართალი ხარ. ნატაშა წამოვიყვანე. ცოტა აქაც რომ გვემუშავა და შაბათ-კვირა უაზროდ არ გამეტარებინა. საინტერესოა. რა მძიმე პირობებში გიძევს ცხოვრება. როგორც ჩანს, ისევ შევხვდებით. ამ საქმის სისუსტე 30 აგვისტოს ჩვენებაა. ნისლის სეზონი საზამთროს ჭკნობის. ღმერთო, გიჟდები ქითზე. ეს ლექსი თუ იცი? იყო ერთი ილინგელი ქალი. საჯდომი ჰქონდა მეტად მრგვალი. შეიხსნა კაბა წამოწვა მკერდზე და არხეინად აფსა ჭერზე. ფუშენი. ეს რა ქენი? შენთან მოვდივარ ბრიჯ. არ გაბედო. მე სამყაროს მეფე ვარ. არა. ამის ამის დედაც შეიდიოტო. ჯანდაბა. კარგი. რა ბავშვურია. ო. ჰერდარსი, ჩამოდი, გავერთოთ. წყალი თბილია. ამდენი მუშაობაც არ შეიძლება. დენიელ, გისმენ ბრიჯით? რაც ახლა გააკეთე, ზოგ ქვეყანაში კანონითაც კი იკრძალება. სწორედ ამიტომ ცხოვრობ ბრიტანეთში და არა სხვაგან. არ მესმის პრემიერ-მინისტრი რატომ არ საუბრობს ამის შესახებ თავის გამოსვლებში. შეგიძლია ამის თეობაზე მისწერო. ხო, შეიძლება დენიელ. დენიელ, ბრიჯით, გიყვარვარ. გაჩვენდი თორემ ერთხელაც გავიმეორებ. გიყვარვარ. კარგი, იცოდე თავად მთხოვე. კიდევ ერთხელ. ახლა მაგრად გიგბენ. აი აქ. ერთი აქეთ მოიწე საყვარელო. ხომ გახსოვს შენ თავად მთხოვე? მორჩი. მორჩი. ქალაქში უნდა დავბრუნდე. შეხვედრა დამინიშნეს. კვირა დღეს? არა, შეხვედრა ხვალდილითაა, დღეს უნდა მოვემზადო. შეგვეძლო პატახნით წვეულებაზე შეგვერბინა. იქნებ მოვახერხოთ. ბრიჯით, ძალიან წუხვარ, არ შემიძლია. უბრალოდ ვერ მოვასწრებ.
მისმინე დენიელ, თუ გირამე შეიცვალა, შეგიძლია პირდაპირ მითხრა. გულწრფელად გითხრა, არ მესმის რა შეიძლება იყოს ასეთი მნიშვნელოვანი. არ გესმის, რადგან წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა გასაჭირშია კომპანია. შენი მოკლე ქვედაბოლოს სექსუალური დეკოლტისა და სულელური პრეს რელიზების მიღმა ვერაფერს ხედავ. მგონი საქმეში ამერიკა ჩაერთო და ჩვენს დახურვას ცდილობენ ამის დედაც. წუხვარ ბრიჯ. უხეშად გამომივიდა. ვეცდები წვეულების შემდეგ ლონდონში დასაბრუნებლად მანქანა გამოგიგზავნა. მარტოს მოგიწევს მგზავრობა, მაგრამ იმედი არ მოიწყენ. ვფიქრობ, ამ კოსტიუმირებულ წვეულებაზე აუცილებლად გაიმარჯვებ. კარგია. კარგი დასაწყისია. ახლა კი მის ჯონს მითხარი, ეს სადმი გამაგრო. და აი, ჩვენც ვიწყებთ. ვეცდები დედა ჩემისა და დეიდაუნას გაკვირვება არ შემიმჩნიო, თუმცა მათგანაც გასაკვირია 60 წლის ასაკში ასეთი გამომწვევი კოსტიუმირებული წვეულების მოწყობა, მეძავებისა და მომხდელების ფორმებში გამოწყობილი ადამიანები და კვირას აღამო. ო, ღმერთო ჩემო. ბრიჯიტ, სად არიან დანარჩენი მღვდლები და მეძავები? ო, საყვარელო, ჯეფრი არ დაგირეკა? ჯეფრი, რატომ არ დაურეკე კოლინს და ბრიჯიტს? როგორ არის ჩემი პატარა ბრიჯიტი? ჯეფრი, აბა დაგვანახე, სად არის შენი ბიჭი? სამწუხაროდ საქმე გამოუჩნდა, ასე რომ ჯერ ასე გეტყვის, მერე კი გაიქცე. საოცარია რაიზი და ზოგიერთ მამაკაც. ღმერთო, საყვარელო, ჯეფრი. ეს რაღაცია. მეძავს გავხარ. ასაც მქონდა ჩაფიქრებული. გაიცანი ჯულიანი. გამარჯობა ჯულიანი. რომ არ ვიცოდე დედაშვილი რომ ხართ, დები მეგონებოდით. რა ლამაზი სამაჯურია, ამას ყველაფრის შესაფერი ძახი. ისეთია ყველგან და ყოველთვის შეგიძლია ატარო. მამა ჩემს თუ ელაპარაკე. კი. ძალიან უცნაურად იქცევა. გონი პენი ჰასბენდს ბორსფორსთან ფლირტის გაბმაცქის სადა. შეშინებულს გავდა. თანაც სულ ახლახან მძიმე ოპერაცია გადაიდანა. არმეს მასში რა მოგეწონა? შენც არ გითხრეს? საბედნიეროდ ბერნარდივით ბევრი არ გადამიხდია კოსტუმში. წუხარ მამა. სხვანაირად მიყურებდა. ახლაც უყვარ ხარ. ვიცი, ერთმანეთი გიყვართ და განშორება დროებითია. მართლა? არ ვიცი, არ ვიცი. არ ვიცი. ბრიჯიტ, სად იყავი? ნუ წუხარ. ერთადერთი არ ხარ, ეს პენია ჯეფრი მარც მას შეატყობინა. ვერ გავიგე? იმას ვამბობდი, რომ ჯეფრი მარც შენ შეგატყობინა, რომ მეძავთა და მღვდელთა წვეულება გადაიდო. როგორ არა დარეკა? მართლა? რა ლამაზი კაბაა. საკმაოდ ეგზოტიკური. სამწუხაროა, რომ შენი მეგობარი მამაკაცი ვერ მოვიდა. გამახსენე რა ქვია? დენიელ კლივერი. საიდან იცი? შენი მეგობარი ხომ არ არის? ნამდვილად არა. ვიმედოვნებ ჩვენს პატარა ბრიჯიტს შეეფერება. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არა. დარწმუნებული ვარ, ისიც ასე იტყოდა შენზე. შენივე წარსულიდან გამომდინარე. ვერ გავიგე? გონი ხვდები, რასაც გულისხმობ. მარკ? როგორც ჩანს, ჯეფრიმ დეიდა შერლისაც არაფერი შეატყობინა. გამარჯობა. ძალიან მომინდა შენი ნახვა. კარგი, მომისმინე რაღაცას გეტყვი. ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ცდილობ რამე მოვუხერხო. კარგი იქნება სახლში თუ წახვალ და ცხელა ბაზანად ვიღებ. შემდეგ კი დაგირეკავ და ერთად ვივახშმოთ, კარგი? აქ ვინმე არის?
არა მგონია. ისევ ბოსნიელების ოჯახი ჩამისახლდა, ნაძირლები. მაპატიე. ვწუხვარ. გონი ვგიჟდები. ცუდად გამომივიდა, იქ უნდა ყოფილიყავი. არა უშავს. როგორ არა, თუმცა ცოტა საქმის გაკეთება მაინც შევძელი. დევერთი საათი მომეცი, კარგი? კარგი. სახლში დავალ. სკოპით. გახსოვს ღამით რომ გითხარი მიყვარხარ მეთქი. მახსოვს? სხვა რამეს ვგულისხმობდი. ეს ირონიულად ვთქვი. ო, რა თქმა უნდა, ვიცი. კარგი. გმადლობ, მადამ ბრეიჩ. ბრიჯით. ეს ლარა ნიუ-იორკიდან. ლარა ეს ბრიჯიტია. გამარჯობა. შენ კი მითხარი გამხდარიაო. მეგონა ეს შენც გსურდა. ნამდვილი სიგიჟეა. 36 წლის ვარ და ეს ალბათ შვილის სკოლის უკანასკნელი შანსია. ალექს. მამრი ანაყოფიერებს მდედრს და შემდეგ ტოვებს. მათი ურთიერთობა დიდხანს არ გრძელდება. აი ასე, უკეთესია. გონი არა უშავს. თედი მუკეთიცის. კამპანიამ შესანიშნავი გამოხმაურება დაიმსახურა. ასევე რამდენიმე რადიომ. მისმინე ბრიჯ. მორჩი, თავს საშინლად გრძნობ. ლარა და მე ხომ ხვდები მე ვერა, იქნებ გამარკვიო. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ერთნაირები ვართ ბრიჯ. იმას აქში ვართ, როცა შესაფერისი მომენტები უნდა ვცდილობთ. რაც საკმაოდ ძნელია. მე კი მგონია, რომ ეს მომენტი რაღაც არაჩვეულებრივი უნდა იყოს. რაღაც ისეთი, რაც გაიძულებს საბოლოო ნაბიჯის გადადგმას. ფიქრობ, ლარა, არ ვიცი როგორია ამერიკელობა, მაგრამ ხვდები, რომ ეს რაღაც ექსტრაორდინალურობასა და ახალგაზრდულობას მატებს. მოკლედ ძალიან დავახლოვდით. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ხან ის ხომ გუშინ ჩამოფრინდა. ულელი ბრიჯიტი. რა თქმა უნდა დიდი ხანია ხვდებით. არა.
დიდი ხანია ვიცნობ. ნიუ-იორკში ერთად მუშაობდით. Фу, ამის თქმა ადვილი არ არის, მაგრამ მინდა პირველს შენ გითხრა, რომ დანიშნულები ვართ. ასეთ დროს ძნელია ჩვეული ცხოვრების გაგრძელება. მაცივრის ერთ დღეში დაცარიელება კი ადვილი საქმეა. ორი გამოსავალი მაქვს. დავნებდა. თავი შინაბერად გამოვაცხადო. ბოლოს კი ძაღლებმა დამგლიჯო. ან მეორე. არ დავნებდე. მე ბრძოლას ვირჩევ. ვიღაც ამერიკელი მწერი და ცუდი ადამიანი ვერ დამამარცხებს. ამით ვირჩევ არახს და ჩაკაჰანს. რა სურთ კაცებს, რაზე ფიქრობენ კაცები, როგორ მოვანდომოთ კაცს ის, რისი გაკეთებაც არ სურს. მივიღოთ რაც გსურს, ცხოვრება მამაკაცების გარეშე. ქალები, ვისაც მამაკაცები უყვართ, გიჟები არიან. ჯანდაბა. რატომ გსურთ ტელევიზიაში მუშაობა? ფიქრობ, ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად ვამყარებ. თანაც ეს ძალიან მომწონს. შემიძლია ახალი ამბების მომზადება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკოლოგიურ საკითხებზე. თქვენი აზრით რას ნიშნავს ელ-ნინიოს ფენომენი? როგორ გითხრათ, ფიქრობ, ლათინური მუსიკა კარგ გზას ადგას. აბა რამ გადაგაწყვეტინათ ტელევიზიაში მუშაობის დაწყება? ბავშვებთან ურთიერთობის დიდმა სიყვარულმა. ბავშვები ხომ ჩვენი მომავალია. თავად თუ გქონთ შვილები? არა, ღმერთო რას ამბობ. მაპატიეთ. რატომ გსურთ ტელევიზიაში მუშაობა? იმიტომ რომ მოღალატე უფროსის გამო სამსახური მივატოვე. სამართლიანი საქციელია. შეგიძლია ორშაბათს დაიწყო. ვნახოთ რა გამოვა. ისე რომ იცოდეთ, ჩვენს ტელევიზიაში ამისთვის არავის აგდებენ სამსახურიდან. ეს პრინციპის საკითხია. ბრიჯიტ. გირა. ვიცი უცნაური სიტუაციაა, მაგრამ სამსახურიდან წასვლა არ არის საჭირო. ზუსტადაც რომ არის, თანაც ტელევიზიაში სამსახური შემომთავაზეს. ტელევიზიაში? ორშაბათიდან ვიწყებ. ასე რომ ზუსტად 3 წუთში უნდა წავიდე. ერთი წუთით გაჩერდი, მის ჯონს. ვწუხვარ, მაგრამ კონტრაქტის მიხედვით კიდევ 6 კვირის სამუშაო გაქვთ შესასრულებელი. მაპატიეთ, მეგონა კომპანია გასაჭირში იყო და ვიფიქრე, რომ ერთი გამჭვირვალე დეკოლტით მოსიარულე თანამშრომლის გაქრობას ვერ შეამჩნევდით. ბრიჯიტ, ასე აღარ შეიძლება. ერთი ნაბიჯითაც რომ დაიხიოს უგან ფიცავ, მე თვითონ გავათავისუფლებ სამსახურიდან უპრინციპო საქციელის გამო. რა? უნდა იცოდე, რომ ნიჭიერი ადამიანებისთვის აქ უამრავი შესაძლებლობაა. დენიელ, ჩვენ 1 წუთი დამელოდე, სიმონ. კარგი ბოს. უამრავი შესაძლებლობაა ისეთი ადამიანებისთვის, ვისი პროფესიონალიზმიც რაღაც მიზეზების გამო შეუმჩნეველი რჩებოდა. მადლობ, დენიელ. ამის მოსმენა ძალიან სიამოვნებს. დარჩენას და შენგან 10 მეტრში ჯდომას სადამ ჰუსეინის უკანალის მწმენდავად მუშაობაც კი მირჩევნია. აბა, გემშვიდობებით.
დაახვიეთ აქედან. გამარჯობა, სით აპ ბრიტენი მოგესალმებათ. კარგი, მისმინეთ. ნამდვილად ცეცხლოვანი საღამოგველის. ჩვენს ხელთაა 5 პირდაპირ ეთერი. ნიუკასლის, სუანსის, შეფილდისა და ლევის ჰემის სახანძროებიდან. ყველა საინტერესო ამბის მოლოდინშია. ბრიჯიტ ჯონს, სათხარ. აქ არის ჩართვის წინ მაკიაჟი გაიკეთე. კარგი იქნება თუ მინი ქვედა ბოლოსაც ჩაიცვამ და თავზე ჩაფხუძ დაიხურავ. ხელში მიკროფონი დაიჭირე და მეხანძრეების ბოძზე ჩამოსრიალდი. მერე კი დაიწყე. კარგი. ასე მოვიქცევი. გასაგებია, კარგი. მოკლედ ჩამოსრიალდები, შემდეგ კი მეხანძრეთან მეთაო. ბევანისგან აიღებ ინტერვიუს. კარგი, ასეა, კარგი. წავიდა. ჩამოვსრიალდე? არა, მგონი ჯერ ნიუკასლს ვხვდავენ. გაჩერდი. უკანა სოსტი 30 წამში ჩახვდავენ. კარგი. ნევილ მანდრაჯანდება ხდება. ბლა უნდა ჩამოსრიალდეს, ზევით კი ნუ მიწოცავს. ჩამოდი. კარგი. ხმერთო. კარგი, დრო აღარ არის. უბრალოდ დაიწყეთ. როგორც ჩანს, ლევისტონში სულ ასე ატარებენ დროს. ჩვენთან ერთადაა უფროსი ოფიცერი ბევანი, რისთვისაც მადლობას ვუხდი. შესანიშნავი სახანძრო შენობაა. ახლა კი უკან სტუდიაში. შესანიშნავი. ახლა ჩემი დედამიწის ხელა უკანალი საქვეყნო დასაცინის გახდა. დაანგრეული ოჯახის შვილი, უბედური და სხვა ათასი სისულელე. ღმერთო, მაგდასა და ჯერემისთან უნდა ვივახშმო. რა შეიძლება იყოს ახალდაქორწინებულ წყვილზე უარესი? ბევრი ახალდაქორწინებული წყვილი. ყურადღება, გაიცანით ეს ბრიჯიტია. ბრიჯ, ესენი ინი არიან. გამარჯობა. კოზმოსა და უაუნის უკვე იცნობ. გამარჯობა, ბრიჯ. ალესტერი და ჰერნიედა. გამარჯობა. ჯულია და მაიკლი. ჰეი. ჟოანი და პოლი. გამარჯობა. და ჯერემის პარტნიორები ნატაშა გლენვილი და მარკ დარსი. გამარჯობა. გამარჯობა. დღეს კურდღლის ფორმის გარეშე ხარ? არა. ჩვენ კურდღლები ასე მხოლოდ სპეციალური ღონისძიებებისთვის ვიმოსებით. აქ დაბრძანდით. გმადლობ. ბრიჯ, სიყვარულში როგორ არის საქმე? ისე ვხვდები იმ ბიჭს გამომცემლობიდან. არა, აღარ. სამსახური და სიყვარული ერთმანეთში არ უნდა აურიო. მართალია. ცოტა იჩქარა და ვინმე იპოვე. ხომ გესმის ასოკოვანო გოგონავ. დრო სწრაფად გადის. ტიკ-ტაკ. ხო, ასეა. მითხარი, სტატისტიკურად 4-დან 1 ქორწინება სრულდება განშორებით თუ 3-დან 1? 3-დან 1. ხუმრობის გარეშე ოფისი 30 წელს გადაცილებული მარტოხელა ქალებით. მშვენიერი გარეგნული მონაცემები აქვთ, თუმცა მაინც არ უმართლებთ. როგორ ამდენი ქალი რატომ რჩება გაუთხოვრად? ბრიჯიტ. არ ვიცი. ალბათ ეს კარგად აისახება ჩვენს სხეულზე. თელიტანი ხომ ხავსით გვაქვს დაფარული. ლევინსტონის მეხანძრეთა რეპორტაჟით ძალიან ვისიამოვნე. გმადლობ. ხო. მოკლედ დენიელთან არაფერი გამოგივიდა? არა. სიამოვნებს ამის მოსმენა. გინდა გამაღიზიანო? ზედმეტი ხომ არ მოგდის. ყოველთვის, როცა კი მნახავ, ცდილობ იდიოტად მაგზნობინოთ. ნუ წუხდები. თავს უკვე ისედაც იდიოტად ვგრძნობ მეხანძრეების ბოძით, თუ მის გარეშეც. ესეც ჩემი ტაქსი. გამემშვიდობისა. მისმინე, მაპატე, მე უბრალოდ რა? სულაც არ ვფიქრობ, რომ იდიოტი ხარ. შენში არის რაღაც ძალიან სასაცილო. დედა შენი მეტად საინტერესოა. შენ კი სახალხო საუბარი ნამდვილად ცუდად გამოგდის და
დაუფიქრებლად ამბობ ყველაფერს, რაც ენაზე მოგადგება. თუმცა ვხვდები, როცა დედა შენი სახლში წვეულებაზე გნახე, მიუტევებლად უხეში ვიყავი იმ უაზრო ირმიან სვიტერში გამოწყობილი, რომელიც წინა დღეს დედა ჩემმა მაჩუქა. იმის თქმა მინდა, რომ ყველაფრის მიუხედავად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მომწონხარ. ძალიან. თუ არ ჩავთვლით სიგარეტის მოწევას, დალევას, ვულგარულ დედასა და ვერბალურ დიარეას. არა, ძალიან მომწონხარ, ისეთი როგორიც ხარ. მარკ, მაშინ ამდენად წინსვლა იგრძნობა. ჯერემის შესანიშნავი იდეა აქვს. კარგია. ახლა კი უნდა წავიდე, ხომ ხვდები. მოკლედ, კარგად. ისეთი როგორც ხარო? არც უფრო გამხდარი და არც უფრო ჭკვიანი? არც უფრო დიდი მკერდით და არც უფრო პატარა ცხვირით? მოკლედ. ამის დედაც. დარწმუნებული ხარ, რომ აღარ გიყვარს? უფრო მეტიც. მე ზიზღება. 9 ნოემბერი. წონა 63 კილო. დღეში 3 კოლოფი სიგარეტი და 33 დაბადების დღე. კარგი ბრიჯით, იმედი ამჯერად ყველაფერი გამოგივა. დღეს აგანი ჰინის საქმეზე განაჩენი გამოაქვთ. სასამართლოდან ინტერვიუ უნდა ჩაწერო. იმედი ამ საქმეზე ყველაფერი იცი. რა თქმა უნდა. ეს ხომ ცნობილი ამბავია, ვიღაც აგანი ჰინის შესახებ. მე კი მგონია, რომ საქმე ორ ადამიანს ეხება. კაფირ აგანის და ელინორ ჰინის. მართალი ხარ. ჰინი ბრიტანელი მედაა, ხოლო კაფირი თავისუფლებისთვის მებრძოლი ირანელი, რომლის ექსტრადირებაც სურთ. იქ კი სიკვდილით დასჯიან. ჰინი და აგანი ცოლ-ქმარი არიან და უკვე 5 წელია ერთმანეთის შენარჩუნებას ცდილობენ. დღეს განაჩენსელიან. რა ამაღელვებელია. სწორედაც. ასე რომ რაღაცელი. დაი, თავდაუზოგავი ჟურნალისტი, თავისუფლებისა და სამართლის დასაცავად სასამართლო შენობისკენ გაემართა. ვერაფერი შემაჩერებს. თითქმის ვერაფერი. რეტისთვის მაღაზიაში შევირბენ უცებ. 14 პიპოლო და 1 ხორბლის ორცხობილა მომეცით. 1 კოლოფი ემბასი მომაწოდე თუ შეიძლება. მაპატიეთ, მაგრამ ჯერ არ დამისრულებია. გამომშვიდებისა. გამარჯობა. ისეთი მოგწონვა როგორიც ვარ? ვერ გავიგე. არაფერი. ბრიჯით, მაგარ შარში ვარ. ჰინიმ და აგანიმ უკვე დატოვეს სასამართლოს შენობა. ღმერთო. გონი დამერხა. დანარჩენებმა თუ აიღეს ინტერვიუ. არ ვიცი, აქეთ მოურბოდი. ინტერვიუს ჩაწერა ვერავინ შენ მოახერხა. საიდან იცი? ვურჩი არავისთვის მიეცა ინტერვიუ. მე მათი ადვოკატი ვარ. მისმინე. მგონი რაღაც მოვიფიქრე. და დავიწყეთ. მისტერ დარსი. ალბათ მაყოფილი ხართ შედეგით. დიახ, კაფირაგანი მთელი სიცოცხლე საკუთარი ხალხისა და უბრალო ადამიანის უფლებათა დაცვას დაუთმო. დღევანდელი განაჩენი კი ელინორ ჰინის 5-წლიანი დაუღალავი ბრძოლის შედეგია. ის ხომ საყვარელი ადამიანის გადასარჩენად იბრძოდა. მართალი ბრძანდებით. ელინორ კაფირი. პირველივე ნახვისას მოგეწონათ? ეს იყო ბრიჯიტ ჯონსი. ტელეკომპანია სიტაპ ბრიტანიდან. შვიდობიან საღამოს გისურვებთ. ბრიჯიტ ჯონსი, ცოცხალი ლეგენდა. დიახ, უკვე ტელევარსკვლავი ვარ. ამის აღნიშვნას დაბადების დღეზე მეგობრებთან
ჩემი მომზადებული კერძებით ვაპირებ. ვფიქრობ, სამზარეულოშიც ასეთივე წარმატებას მივახცევ. გემოვნებით დავჭრათ არომატული ბრასი, შემდეგ კი კონად შევკრათ. კონად შევკრათ. ეს გამოდგება. ბოლოს დავჭრათ ფორთოხალი და ავთქვიფოთ. ჯანდაბა. სად ჯანდაბაში დავდე თინუს? მე ბრიჯიტ ჯონსი ვარ სიტავ ბრიტანიდან და თინუს ვეძებ. ბრიჯიტ ჯონსი გისმენთ? გამარჯობა საყვარელო. გამარჯობა დედა. შენთან საუბარი მინდა. ფრთხილად, შესულელო ბებერო. ამბობ ჯულიანი უყურადღებოდ მეხცება. ჩვენ შორის დარჩეს და მგონი ნამდვილი ნაგავია. დედა ახლა ამის დრო ნამდვილად არ მაქვს. ვერ უარყოფ. სექსი ისევ განსაცვიფრებელი გვაქვს, მაგრამ ამას წინა წამოწოლილი ვიყავი. უბრალოდ ვისვენებდი და უცებ ვიგრძენი. ნახვამდის დედა. ასე ადრე ნეტა ვინ მოვიდა? კარიღია იყო. შენი წარმატების მოსალოცად მოვედი. მაგრამ როგორც ვხედავ, ცუდ დროს გაწუხებ. როგორ გამოიყურება? შვენივრად, უბრალოდ ლურჯი ფერისაა. ლურჯი კარგი ფერია, თუმცა არასაჭმლისთვის. ჯანდაბა. ალბათ ძაფის ბრალია. ძაფის სუპია? ღმერთო, სადაცაა სტუმრები მოვლენ. არიდარდო, ისინი შენ სანახავად მოდიან და არა ფორთოხლის ტორტის საჭმელად. მოდი დავლიოთ. კარგი. დაბადების დღეს გილოცავ. მადლობ. შენი გასაბერი აუზის გარშემო მართლა შიშველი დავრბოდი? ნამდვილად, მაშინ შენ 4-ის, მე კი 8-ის ვიყავი. საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ცოტა უხერხულიც კი იყო. ო, მეც ასე ვფიქრობ. ნედა ვიცოდე რის ჭამას ვაპირებთ დღევანდელ ვახშამზე. ჯერ ლურჯი სუპით დავიწყოთ. შემდეგ ფორთოხლის პუდინგი დავაყოლოთ. მგონი ამ უცნაურ მწვანე კერძსაც არ აუშავს. ეს უცნაური კერძი კენკრის საძებელია. რა თქმა უნდა. კვერცხი ხომ არ გაქვთ? კი. მაშინ ომლეტი გავაკეთოთ. კენკრის საწებელს მოუხდება. შემთხვევით ჭარხლის ბოლქვები ხომ არ გაქვს? მჟავე კიტრი, ზეთის ხილი. არა, პენ. თანაც ხომ ხედავ არ მიცალია, საწებელს ვწურა. გაწურვა არ სჭირდება, უბრალოდ ამოურიე. ეი, დაბადების დღეს გილოცავ ტელევარსკვლავო. რა კარგად გამოიყურებოდ. გამარჯობა. ჩვენთან ერთად ივახშმებთ? რა თქმა უნდა. შესანიშნავია. უგემრიელესია. განსაკუთრებულია. ნამდვილად კარგია. გეთანხმებით. მარკ, სულ მიგატოვათ. ჭამა განაგრძეთ. წინ კიდევ 2 კერძია. რა გემრიელია. არადა უნდა გეთქვა გამოუგნებელი საზიზღრობაა. ამაზე საშინელი არაფერი მიჭემია. გემოთი რაღაცას მაგონებს. მარმელადს. ოჩაღბრიჯ 4 საათიანი შრომის შემდეგ ლურჯი სუპი და მარმელადი მოამზადე. მადლობ. მგონი ეს აღნიშვნას იმსახურებს.
ბრიჯიც გაუმარჯოს, რომელიც ცუდი მზარეულია, მაგრამ ისეთი გვიყვარს, როგორიც არის. ბრიჯიც გაუმარჯოს, ისეც, როგორიც არის. მე გავაღებ. ვინ არის? მაბადეთ. უკაცრად, როგორც ჩანს, ხელი შეგიშალეთ. დარსი, აქ რამ მოგიყვანა. გასაგებია, კარგი. თავიდანვე უნდა მივხვდარიყავი. გამარჯობა, მე ტომი ვარ. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. კარგი, მომისმინე. იმიტომ მოვედი, რომ მეგონა მარტო იქნებოდი. რა იდიოტი ვარ. უკაცრავად. მგონი ვგიჟდები. შენი დაკარგვა ვერ მომინელებია. ახლა ვხვდები რა იდიოტივით ვიქცეოდი. ეს რა არის? ლურჯი სუპი? ხო. ღმერთმა დასწრეულებს ის კვირადღე. გარეთ გავიდეთ. ყველაფერი ისე სწრაფად განვითარდა, დასვენების დღეები, შენს მშობლებთან შეხვედრა, უბრალოდ შემეშალა. ხომ იცნობ, საშინელი ხასიათი მაქვს. შენ კი ჩემი გადარჩენა შეგიძლია ბრიჯ. მჭირდები, უშენოდ დიდხანს ვერ გავძლებ. არ მინდა 20 წლის მერე სადღაც მიკარგულ ბარში ვიღაც ბებერ ქალთან ერთად ვიჯდე. ვარაზე რას მეტყვი? ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. დამშორდა, რადგანაც მიხვდა, რომ შენი დაკარგვა ვერავიდანე. ვიცი, რასაც ფიქრობ. ვიცი, განიცადე, მაგრამ გეფიცები. როცა ტელევიზიაში შენს მოკლე კაბას ვხედა, უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და შენს საუბარს ვუსმენ. ისე იმ ირანელის გათავისუფლება ძალიან გამიხარდა. ბრიჯ, ძალიან მომენატრე. მე მივდივარ. მარკ, დარჩი, ჩვენ არა, ჯობს წავიდე. ჩემი ხათრით მაინც დარჩი. კარგი. მგონი დროა ყველაფერი დავივიწყოთ. დაბადების დღის ხათრით მაინც დარჩი. ნახვამდის ბრიჯ. მარკ. რისთვის მოხვედი აქ? ბრიჯ. ახლა არ გითხარი? იდიოტი მარკ დარსი აქ რას აკეთებდა? ჩანდება მგონი დაბრუნდა. კარგი კლივერ, გარეთ გავიდეთ. გავიგე? გარეთ? რას მირჩევ? ხმალი წამოვიღო თუ პისტოლეტი? კარგი, მოიცა. ეს დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა. რა უნდა გაგეკეთებინა? ეს. ჯანდაბა. ჯანდაბა, როგორ მეტკინა? რა ჯანდაბას აკეთებ? აი ამას. გონი სულ გააფრინე. ჩხუბ. სწრაფად. გარეთ ჩხუბობენ. წავედით. კარგი, გნებდები. უბრალოდ ერთი წუთით მოიცადე. ცოტა სული მოვითქვა. კარგი? მატყუარა. უნდა მიმხვდარიყავი. ვის მხარეს ხარ? რა თქმა უნდა, მარკეს, მას ხომ წოვებია ბრიჯიტი ვიღაც შიშველი ამერიკელის გამოტანაც ბრიჯიტი ისეთი მოსულს როგორიც არის. თუმცა ამის მიუხედავად დენიელს საცოლე წაართვა. მართალი ხარ. ძნელია მაგათგან ერთი სამორჩევა. არა.
მაგარია. მაპატია მარკ, მაგრამ უკაცრავად არ მინდოდა. აგინას ღაურებთ. საკმარისია დარსი. არ მგონია, თუმცა თუ კი ასეთ ვი, მგონი ყბა მომამტრეა. დამავიწყდა რა ქვია. ღმერთო. კარგი. გნებდები. საკმარისია. გამოსირებულო. რა ჯანდება დაგემართა? მე რა დამემართა? დიახ. თავი წარჩინებულა და ჭკვიანად მოგაქვს. სამზარეულოში მეხმარები, კარგად მეკცევი. მიუხედავად ამისა, მაინც დანარჩენებს გავხარ. ეთყობა ჩემს გამოჩენას აზრი არ აქვს. საშინელი შეცდომა დაუშვი. მაპატიე. ზემოთ დაუბრუნდეთ. წამოდე. ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი, ჯონს. მე, შენ და პატარა ქვედაბოლო. არ ვიცი. შენ გარდა არავისთან მინდა. არავისთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეც ასე ვფიქრობ. არ ვაპირებ დარჩენილი ცხოვრება ისეთ ადამიანთან გავადარო, ვინც დარწმუნებული არ არის რა უნდა. მე ისე ვეძებ ისეთ ადამიანს, ვინც რაღაც უჩვეულო შემოთავაზებს. Ოცდახუთი დეკემბერი. წონა 64 კილოგრამი. ამას დავუმატოთ 42 ნაჯარი კექსი და ალკოჰოლი 1000 ლიტრი. გაეთრიეთ აქედან. წავიდეთ ბავშვებო. ბაროკოს ეს საათი ჩემთვის გამორჩეულად საყვარელია. ყოველ საათში საშობაო სიმღერას უკრავს. ჰენდელის მესიიდან. მგონი ამ კაცკანი უფრო და უფრო უწითლდება. შობას გილოცავ, პემელა. წავედი. ჩემი ძილის დროც მოვიდა. ძილინებისა. ძილინებისა. ახლოდან რომ შეგეხედა. სუმფლად იასამნისფერი იყო. შენ კი ისეთი კარგი ფერისგანი გაქვს. ის ძალიან უხეშია. და მიუხედავად იმისა, რომ ძვირიანი სამკაულები მომწონდა, მაინც ვიფიქრე. ეს თავიდან დაწყება აჯობებდა. სიმართლე გითხრა, არ ჩემ მეპყრობოდი კარგად.
ცოტაოდენი ყურადღება არ მაწყენდა. ზოგჯერ ვხვდები რა. სისულელეც გავაკეთე. თუმცა ეს შენი და ბრიჯიტის ქცევას არ ამართლებს. მუდამ ზრდასრული ადამიანის როლს ირგებთ და გაიძახეთ ნედავ ამჯერად რა დააშავა სულელმა დედამო. ყოველთვის მიბრაზდებოდით. ვერაფრით გაწონებდით თავს. რას მეტყვი? არ ვიცი. უბრალოდ არ ვიცი. ძალიან მიჯერს. კოლი. გეხუმრე შესულელო. შენს გარეშე უბრალოდ არ შემიძლია პემ. ბოროტო. ტკბილო, გემრიელო. რამე ჩაიცვი ახალგაზრდა. ჩაიცვი. რატომ? დღეს დაარსების საქორწილო წვეულება. მარკიც იქ იქნება. სოლი ჯერ კიდევ არ მოუყვანია. ალბათ არც ჭკუა შემატებია. მე არ მოვდივარ. საწყალი მარკი. არც ერთ შობას არ უმართლებს. იაპონელმა ცოლმას შობა დღეს მიატოვა. საშინელი ხალხია. არ მგონია უმიზეზოდ მიეტოვებინა. რას ამბობ? ცოლმა საუკეთესო მეგობართან უღალადა. რა საშინელება არა? ის ბიჭი ხომ მარკის მეჯვარე იყო. ზუსტად შობას მარკის სახლში ადრე დაბრუნდა. ოსკი ის უსინდისოები იატაკზე შიშვლები ნევიბრობდნენ. ზუსტად 5 წუთი მადროვეთ. გააჩერე, მანქანა გააჩერე. მამა, საჭირსთან მიმიშვი. ძალიან ელა ატარებ. იჩქარე, დაჯექი. სწრაფად. ძალიან უიჩქარებ. ხილად ეარე. უკაცრავად დაგტოვებთ. გმადლობ რომ დამპატიჟე. მე არა, ალბათ ამაზე ჩემო მშობლებმა იზრუნეს. ანუ გამარჯობა ბრიჯიტ. არ მეგონა აქ თუ გნახავდი. მარკ, მამა შენი გეძახის. მართლა, კარგი. კარგი რა მარკ. ალბათ ეხმარება სჭირდება. მოსამსახურეების საქმეს ვერ აუდიან. როგორც ჩანს ლონდონის გარდა ყველგან ასეა. თუმცა ალბათ არა. მე უნდა მისმინე. დენიელის გამო ბოდიში მინდა მოგიხადო. მითხრა რომ თითქოს საცოლე წაართვი და ამით გული ადგინე. ასე თქვა არა? სინამდვილეში პირიქით იყო. თანაც საცოლე კი არა, ცოლი. წუხვარ. თურმე რატომ იქცეოდი უცნაურად მის დანახვაზე? ცემასაც სამართლიანად იმსახურებდა. მოკლედ შეიძლება გარეთ გავიდეთ. ცოტა ხნით. კარგი. უბრალოდ რაღაცის თქმა მინდა. ერთხელ მითხარი რომ ისეთი მოგწონდი როგორიც ვარ. მეც ზუსტად ამის თქმა მინდა შენთვის. მიუხედავად იმისა რომ დედა შენი სულელური ტანსაცმლის ჩაცმას გაიძულებს. მიუხედავად იმისა რომ ქედმაღალი ხარ და ნებისმიერ სიტუაციაში მუდამ არასწორად ამბობ, ღრმად მწამს. რომ ხელახლა უნდა გაიაზრო შენი ტრამვები. ყველაფრის მიუხედავად, კარგი ადამიანი ხარ და
მომწონხარ. ასე რომ თუ ჩემი ნახვა მოგინდება, ეს ძალიან გამახარებს. ძალიან. კარგი. ღმერთო ჩემო. ქალბატონებო და ბატონებო, ყურადღებას ვითხოვ. უკაცრავად. მესმის. ჩემს მეუღლეს და ნამდვილ მეგობარს, ჯერალდინს გაუმარჯოს. ჩემს მშვენიერ ჯერალდინს. ჯერალდინს გაუმარჯოს. ბედნიერები ვართ, რომ ისეთი შვილი ყავს, როგორიც მარკია. და მეთანხმებით შეუძლებელია ამაზე მეტად იამაყო შვილით. სიხარულით მინდა გამცნოთ, რომ ახლა ნიუ-იორკში აბოტ და აბოტის ფირმაში მიიწვიეს სამუშაოდ. მარკთან ერთად ნიუ-იორკში მისი შესანიშნავი კომპანიონი ნატაშაც გაემგზავრება. იმედია არ გეწყინებათ, თუ კი მოვლენებს წინ გაუსწრებთ და ვიტყვი, რომ სულ მალე ეს მშვენიერი არსება მარკს შედარებით უფრო ოჯახურ საკითხებშიც გაუწევს კომპანიონობას. არა დავთხოვე არა თქვა. გთხოვთ კიდევ ერთხელ შეავსოთ სასმისები. მარკის და მისი ნატაშას სადღე გრძელოს დასალევად. მარკსა და ნატაშას გაუმარჯოს. არა. არა. უბრალოდ ძალიან დასანა. ინგლისისთვის ასეთ წარმატებულ იურისტს რომ კარგავს. გააფრინა. უბრალო ინგლისელებისთვის ისეთებისთვის, როგორიც მე და თქვენ ვართ, დასანანია ასეთი პროფესიონალების დაკარგვა. ნამდვილად დასანანია. მოკლედ, მეჩქარება. სხვა წვეულებაზეც მელიან. მარტო ხელა ადამიანების წვეულებაზე. ნახვამდის. Knew the signs wasn't right. I was stupid for a while, swept away by you, and now I feel like a fool, so confused, my heart's bruised. Was I ever loved by you? Out of reach, so far. I never had your heart. Out of reach, couldn't see. We were never meant to be. Catch myself from despair. Drown if I say, keeping busy every day. I know I will be okay. დიახ. გამარჯობა, ჩვენ ვართ. რა კარგია. ამოდით. შენთვის ფანტასტიკური სიურპრიზი მაქვს. სიმღერის გაგრძელებას აპირებ? არა, ასეთი შესანიშნავი სიურპრიზი კი არ არის. მოკლედ კვირას პარიზში წაგიყვანთ, სადაც საბოლოოდ დაივიწყებ მარკ დარსის. არ მჯერა რომ იმ წვეულებაზე მართლა ასე მოიქეცი. არც მე მჯერა. გაისად ნამდვილად აღარ დამპატიჟებენ. თუ ოჯახის წევრების გამო შენთან ურთიერთობა ვერ გაბედა, ერთი მართალია, გონი გაყინულ თევზზე უფრო ცივად მოიქცა. ზუსტადაც. მხოლოდ მინიშნებებით რისი მიღწევა უნდა. ერთხელ მაინც თუსცა და შენთვის ეკოცნა. არა. არც ერთხელ. კარგი, გონი დროა ჩაუბარგდეთ. პასპორტი არ დაგჭეს ბრიჯით და შარვალი. ო, შარვალი.
იჩქარე ბრიჯ, ძალიან ცივა, გავიყინეთ. ახლავე. გასაღებს ვეძებ. გავიჭედე. წამოეთრიე ბრიჯით, დროზე. რით ვერ დაგედე? ბრიჯით. აკრესაკეთებ. მაინტერესებს შემთხვევით წვეულებაზე მოსასვლელად ხომ არ გცალია. წინაზე შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა. მეგონა ამერიკაში წახვედი. ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი რომ აქ რაღაც დამრჩა. მაინც რა დაგრჩა? მივხვდი რომ შენთან გამოსამშვიდობებელი კოცნა დამავიწყდა. ხომ არ გეწყინება რომ ან გონია. ანუ ამერიკაში აღარ მიდიხარ? არა. აღარ. აქ რჩები? როგორც ჩანს. ბრიჯით, მიდი. შენი მეგობრები არიან? არა, ამ ხალხს ცხოვრებაში პირველად ვხედავ. მოდიხარ პარიში თუ არა? არა. შენი ადგილი მაინც აღარ არის. ზემოთ ხომ არ ავსულიყავით? კარგი აზრია. ხომ ხედავ, აღარ მოდის. პანჯარას წიე. სულ ერთი წუთი მომეცი. აი ამ სულელური ჟურნალების კითხვით გაერთე. მე ძალიან მალე დავბრუნდები. ახლა პატარა ტრუსების ჩაცმისთვის შესაფერისი მომენტია. დედა ჩემა ტვინი შემიჭამა მარკ დარსზე ლაბარაკით. ის კი ისე ექცევა თითქოს უკანალში დიდი კიტრი აქვს გარჯობილი. მარკ დარსი არის ერთი უხეში, უსიამოვნო და იდიოტი ადამიანი. არ მეკვირს ცოლმა რომ მიატოვა. კარგი. გასაგებია. მარკ? ჯანდაბა. ამის დედაც. ჯანდაბა. ღმერთო. წარმატებას გისურვებ. გადარეულო. მარკ. ძალიან მწუხვარ. ამას არ გულისხმობდი. უпростоრად ვიგულისხმე, მაგრამ სულელურად გამომივიდა. ამას არ გულისხმობდი. ღვთის გულისათვის. ეს ხომ მხოლოდ დღიურია. ყველა მიცის, რომ დღიურები სისულელეებით არის გამოდენილი.
ვიცი, ამიტომაც ახალი გიყიდე. ახლიდან რომ დაიწყო წერა. რელიზი მომზადებულია სრულად კომის მიერ. Someone exactly like you. I've been traveling all around the world, waiting for you to come through. Someone like you, make it all work. მოიცადე. კარგი ბიჭები ასე არ გოცნიან. როგორ არა, ზუსტად ასე გოცნია. Someone exactly like you. Someone exactly like you. Someone exactly like you. The best is yet to come. Фильм «Колор» в 2001 году. Have you met Miss Jones? Someone said as we shook hands, she was just Miss Jones to me. Это замечательно. Они оба мои хорошие друзья, и я счастлив, что они наконец-то решили быть вместе. Кстати, это Полин. Пола. Пола? Да, Пола. Извини. Это просто чудесно. Она славная, здоровая девушка и хорошо сложена. Она лучше, чем эти тощие вешалки. Я люблю, когда в девчонке есть за что ухватиться. Малкольм. Ну, я, конечно, разочарован. Мне все это очень не по душе. Подумаешь, встретила парня. Это еще не значит, что они... Ну... Now I've met Miss Jones, and we'll keep on meeting. Нет-нет, я вовсе на нее не в обиде. По-моему, просто здорово, что за один месяц Бриджит встретила Марка, а я встретил Мэй. Эллен. I've been searching a long time for someone exactly like you. I've been traveling all around the world, waiting for you to come through. Someone like you, make it all worthwhile. Someone like you keeps me satisfied. Someone exactly like you. The best is yet to come. Oh, the best is yet to come. Someone exactly like you, babe.
change places with the sun. I know that you're the one. I love what we've become.